ზოგიერთი ადამიანი მოდის და მოძღვარს თხოვს კურთხევას წავიდეს მისი სულიერი შვილი ზღვაზე, პლიაჟზე, იქ იცურაოს, გაირუჯოს, დაისვენოს და ასე შემდეგ. მოძღვარი ამაზე კურთხევას ვერ იძლევა. ზღვა თავისთავად არაფრის მომცემია, ზღვა არის. შენ როგორ იქცევი ზღვაზე? გინდ ქალაქში, გინდ სოფელში. თუ დადიხარ ნახევრად შიშველი და ხდები სხვისი მაცნონებელი. როცა შენ ადამიანს შეგხედავს, მას რაღაცები ემართება. შენი ჩაცმის და გამო. და ზღვაზე ეს ხდება, უნებრივია. ამაზე მოძღვარი კურთხევას ვერ მოგცემს. რომც მოგცეს, ეს კურთხევა არ იქნება. ნახეთ, როგორ იყო საკითხავში, რომ შენ ვალდებული ხარ მოძღვარი გამოასწორო შენი სულიერი შვილი. თუ მას არ გამოასწორებ, მას არ ამხილებ, არ ურჩევ, არ ასწავლი და ის დაიღუპება, მისი სული მდგომარეობა შენ მოგეთხოვება. თუ შენ მას ასწავლი, უხადაგებ, ის მაინც რჩება ისევ ისე, შენ თავისუფალი ხარ მეცოდისგან. მაგრამ შენ როგორც მოძღვარი ვალდებული ხარ მას მისცე სწორი სულიერი რჩევა.